მე არავინ ვარ. მე მართლა არ ვარ მე. ვაუ. ტუნელ. კაი. აქ შუქები ვინ ჩააქრეს? 13 ან 14 წლის ვიქნებოდა. აი ეს პერიოდია წიგნის კითხვა რომ დავიწყე, თან ვერ დავიწყე. მამაჩემი 1 წლის განმავლობაში მიმეორებდა შექსპირის ფრაზებს. ნუ როგორც იქნა მივედი ამ შექსპირამდე და გადავფურცლე. ამ დროს ჩემი ძმაკაცის ხმა მესმის. კახა ჩამოდი რა სტადიონზე მივდივართ ფეხბურთი ვითამაშოთ. თქვენ არ იცით ვერც აგიხსერთ როგორი მნიშვნელოვანი თამაში. მომდევნო წელს წავიკითხე შექსპირი ძლივს. მომეწონა. კითხვას გაძალებდნენ? დავიწყოთ. კი. გამარჯობა ნანკა როგორ ხარ? გამარჯობა, კარგად, შენ როგორ ხარ? მეც კარგად, მადლობა რომ ხარ ჩვენი სტუმარი. მადლობა რომ მომწონს. ძალიან კარგი ხარ. ტერასა ბოტანიკაში ვართ, ძალიან კარგ გარემოში და მადლობა ამ ადამიანებს სივრცის დატოვებისთვის. და მადლობა პიდნის ჩაისთვის, ეს არის სასწაული ჩაი. გემრიელი იყო. ნუ არ ჩამოვთვალოთ მენიუ რაც გვაჭამეს, მაგრამ ყველაფერი გემრიელი იყო. კითხვას გაძალებდნენ? კი. 60 გვერდი დღეში. მე 50 მეუღლებოდი. 50 იყო სტანდარტი ჩემთვის. კარგია. სცენიდან გაქცეულ ხარ? კი. შემოუბრუნები ვარ. მართლა? კი. და რატო გაქცეულ ხარ? პანიკური შეტევა დამწყებია რა. თუ ნაცნობია შენთვის ეს განცდა. უცებ აი ყურები გიგუბდება და ეს ხმა გესმის და გინდა რომ გაიქცე. ძალიან კარგი. მაყურებლის თვალებში შიში თუ გინახავს? მაყურებლის თვალებში შიში? ხო. ღმერთმა არ მანახოს, არა. არა? მე მინახავს. უცებ რომ დავინახო რომ ეს შენია ჩემი, ან შენი არა სიტუაციის. არა, ჯერჯერობით არა. სიჩუმე მძიმეა? არა. ყველაზე დიდი სიამოვნებაა ჩემთვის, ყველაზე ჩატეა. გიყვარს სიჩუმე? გიждები. უბრალოდ სიჩუმეში ჩემი ძაღლი ძალიან ხშირად. ვაუ. არა, ხმამაღლა სუნთქავს ძალიან. ხვინავს? არა, სუნთქავს. აიო. იქნებ ცხელა. ბურთი მაქვს უკვე ამ სიჩუმეში რამოდენიმე ჯერ გადაგდებული და ზღვამ შეტყუება იცის და მდინარემ? მოდინება. არ ვიცი, მომდინარება. არა, ზღვა გიტყუებს და მდინარე? გამოგტყუებს. ბედს უნდა მიენდო? კი. ანუ არ უნდა ებრძოლო ამ ყველაფერს? თუ საშინელი ბედი გაქვს, უნდა ებრძოლო ხო? ხო. შეხო წინასწარ არ ვიცით რა ბედი გაქვს. თუ გრძნობ რომ აქეთკენ მიყავ ხარ ბედს რომ რაღაცა კატასტროფასკენ მიდიხარ? კულისი რა საიდუმლოს ინახავს? კულისი ინახავს ძალიან ბევრ რაღაცას. აი ძალიან ბევრ რაღაცას. მაინც? მე მიყვარს კულისი. ზისხს ინახავს კი მაგრამ. ხო. შურსაც. ძალიან ბევრ ცუდს, ძალიან ბევრ კარგს, ეიფორიას, ბევრ რაღაცას ინახავს. აი კულისებში ეგ ყველაფერი უნდა დატოვო ზოგადად და სცენაზე არ გაიტანო არავითარ შემთხვევაში, რასაც კულისი ინახავს. ხო რა თქმა უნდა. ცოდნა წამოიღო. კი ბატონო. დანარჩენი არაფერი. კბილებს ოდის აკაცკაცებ? შოკოლადი როცა მინდა. გიყვარს შოკოლადი? ვაფრენ. ნამუსიც კაი საქონელია? კაი საქონელი რამეა კი. მე როგორც საქონელს ისე შევხედე და სატარებელს გულისხმობთ. რას? ნამუსი კაი საქონელია, უცებ დავინახე ნამუსი, კაი და ძროხა.
მართლა გეუნები. ეგრე დავინახე. ხო გითხარით საიდანაც მომდივარ. ნამუსი. ეგრე დავინახე. აიც ერთ. ნამუსი და ძროხა. ხო. ნამუსი ძროხაა? ძროხა უნამუსო ტიპი არ არის. ეგ არ მიკითხავს, ნამუსი ძროხაა? მე მივდივარ მანდ. შენ მიდიხარ. ანუ ნამუსი ძროხაა? არა. ნამუსი ძროხა არა. მაგრამ კაი საქონელია. ხო, მაგრამ საქონელს რო ამბობ, ხო ძროხას გულისხმობ. რატომ დამემართა ეს არ ვიცი. გამოსვლას ვცდილობ, ნუ შეგყავა. როგორ ვხილ? შუქს რო ბაქრობ, რასაკეთებ? სწრაფად მივდივარ, ესე რომ აკუთხეს არ მივარტყა ფეხი. მართლა ეგრეა. ზუსტად ეგ პასუხი გამცა ჩემმა შვილმა. გოგოების სენია ალბათ. მართლა? მე არ გავდივარ სწრაფად, რა. მე ღამე ვიხედები. მე ავტომატურად მგონია, რომ უკან ვიღაცა მიდგას. როგორც კი შუქს ვაქრობ. სიბნელის გეშინია. კი. ლიფტების? კი. გვირაბების? ვინების? გვირაბი. ტუნელი. აი ძალიან გრძელი ტუნელი რო არის. ბრიკოთის? თუ რა ქვია? არის ხო, რიკოთის. ბათხოს გვირაბებია ხარ. მაგისი აი იმ ყველაზე გრძელის მეშინია. მან საცობში მოხვედრილ ვარ და უჰაერობის განცდა, საშინელება, კლაუსტროფობია მაქვს. ოკეი. გასაგები. ყველამ თავის ადგილი უნდა იცოდეს. კი, ძახილის ნიშნებით. და როგორ უნდა ვისწავლოთ შენი ადგილი სად არის? სადაც შენ თავს კომფორტულად გრძნობ, იქ არის შენი ადგილი. როგორც კი შენი კომფორტის ზონიდან გამოდიხარ და ცდილობ, რომ სხვისი კომფორტის ზონაც დაარღვევ, ესე იგი შენ ხარ არასწორ ადგილას და დაეტიე იქ, სადაც შენ ხარ კარგად. კი, მაგრამ ბავშვობაში ხო უთქვამთ შენი ადგილი იცოდეო და იქ ძალიან კომფორტულად იყავი, მაგრამ ვიღაცა მიგითითა. ანუ ვიღაცა მესამე პირმა რა იცის ჩემი ადგილი სად არის? მაგ შემთხვევაში კარგად იყოს, კაცო. აბსოლუტურად. გახუხულიპური გიყვარს? ძალიან ნიუ-იორკს ვახუხავ მე ზემოდან. ყარვარ 2 დღე. პეპელა ფიქრობს რომ ქარი თვითონ შექმნა? პეპელა ფიქრობს რომ ქარი მისთვის ქრის. პეპელას ქარი მე მგონი არ უყვარს, იმიტომ რომ ხო, მაგრამ კაი მისი მტერია მაშინ ქარი. ხო, მაგრამ დაფრინავს. ნუ ნიავი ხო ქმნის მის ცეკვას ჰაერში. მე ეგრე ვხედავ რა. სხვანაირად აი წარმიგინე პეპელა ბუზივით რო დაფრინავდეს რა მოსაწყენია. პეპელა ხო ეს არის. პეპელა ეს არ არის, პეპელა ეს არის. ხო, ნუ ეს ამისგან დაიბადა. არა, თვითონ რას ფიქრობს ქარზე? აუ, ვიცი რა პასუხებ შენ თვითონ მაძლევ და მაშინ გეტყვი. აი, ფიქრობს ნეტად დროზე დამთავრდეს ეს ქარიო. მე პასუხი არ მომიცე, შენ თვითონ. შენ მითხარი რომ ქარი არ უყვარს. მე მეგონა რომ უყვარდა. ორჯერათი? 20. შეყურების კოცნი. მიდის მოდის იქავე დგას რა არის? ვერ გავიგям. მიდის მოდის იქავე დგას. მიდის მოდის იქავე დგას. ცუდად დამონტაჟებული ბოძი. შეიძლება მართლა. თუმცა თუ იცით, სწორი პასუხი დაწერეთ კომენტარებში. და გამოიწერეთ ჩვენი ახლა. ხო. აი თქვი. ხოჭა. ჩემიც გამოიწერეთ. ნანკა გვარის გამოიწერეთ აუცილებლად. ძალიან საინტერესო. მე უყურებ ხოლმე სხვადასხვა შენს განცხადებას. კი, მართლა. მიხარია, მადლობა. უწფერად, თქო, იმიტომ არა ჩემი სტუმარი ხო. მართლა. მადლობა. აფრინი ალალი რაც არ არის? ფულზეა ლაპარაკი. აზე არა, აფრინი ალალი რაც არ არის? ბოლოს კითხვის ნიშანი. ანუ ეთახმები? ეს არის სამართალი? არ ვიცი. რა გავაკეთო? გაგირით мо? არ ვიცი, მე რა ვიცი. ანუ კითხვას გისმენ. ალალი რაც არ არის? არ არის? არ გქონოდეს ზარალი. აფრინი ალალი რაც არ არის? არ არის
არ გქონოდეს ზარალი მომწონს. რომელ გზაზე არ უნდა გაიარო? რომელსაც აწერია არასწორი შესახვევი. ეგეთი ნიშანი არსებობს არასწორი შესახვევი ეწერია? ვამძაფრებ. უჟასებს უყურებ ხშირად და ჩემი საყვარელი ფილმი. გიყვარს საშინელებათა ფილმი? კი. მართლა? მე არ მიყვარს, არ მიშინია და იმიტომ. ხო, მე სიუჟეტები მომწონს. შენ ხმების გეშინია უცაბედი ეს? ესეც. ჰა? მე მგონი კი, ალბათ. ესე იგი უჟასებისაც გეშინია, ბოლოდ უხმოთ უყურებ. უხმოთ უყურებ? არ უყურებ უხმოთ. უხმოთ უყურებ. ხო? ხო? შენ რა იცი? როგორ შეიძლება უჟასის არ შეგეშინდეს, როდესაც მაგაზია აგებული, რომ სიჩუმიდან უცებ ეს ხდება. ეს არ ხდება, ეხლა მე რაც გავაკეთე, მაგრამ კარგი, მირჩიე რომელიმე ისეთი საშინელებათა ფილმი, რომელსაც შეიძლება რომ იყოს. წყევლა. წყევლა ნანახი მაქვს. ანუ არა, ჩინელი წყევლა ეს არა. აბა? კონჯურინგი. კონჯუ? რინგ. კონჯურინგი. ანუ The Nun დედაო. ეგინი არ მაქვს. ხო. თან რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული. უყურე. კი. კარგი. სიმართლე თუ მოქმედება, თამაში ვითამაშოთ. სიმართლე. კარგი, მითხარი რამე არ მკითხე და მე სიმართლეს კი პასუხებს შევეცდები ხოლმე შემთხვევაში. აი, სიმართლე უნდა მითხრა. აქ შუქები მინჩა აქვს. ოდესმე სახალხოდ დაგიბოყინებია ისე რა შეკრცხვენია. არა. სამწუხარო. არა, მე მგონი არა. მაგრამ ვწდი. და ესე გაკეთებია. ბერჯერ კი. ამაზე ბაფარე. ეკი. შაურმა თუ გაქვს ნაჭამი განსაკუთრებით. ხო. წითელ ქუდა ოჯახმა გაწირა? იცი რა, ჩემი აზრით წითელ ქუდა არ უნდა გაეშვათ რა. ტყეშია ესე. ხო, ანუ გაწირა. გაწირა, აბა რა. ანუ არ უყვარდათ. იცი რა, რაღაც მომენტი მგონია რომ მასში აი ცოტა უფრო მონასხედავდნენ რა. შვილი იყო, რას ქვია მონასხედავდნენ? ნუ აი ხო იცი. აი რო ზის მშობელი და აგერუდებს რაღაცა, ეგეთი ბევრი მშობელებიც და ბავშვს ეძახის რომ მომაწოდე. არიან ეგეთი მშობელები. ეგეთები იყვნენ რა. ისეთ საქმეს აკეთებინებდნენ რა, რაც თვითონ ეზარებოდათ. რეალურად აზრი ხო ეგ იყო რომ ბებიასთვის უნდა მიეტანა რაღაცაები. თან უღრან ტყეში უშვებ ბავშვს. და თან მე მგონი თხლად იყო ძალიან ჩაცმული. კი ბატონო. მაგდენი აღარ ვიცი, მე ვიცი რომ წითელი ქუდი ეხურა და გელს შეხვდა. მაგრამ ბოლოს გადარჩა. იმის იქით წასულხარ? კი გაცა. ზოგადად გიყვარს ეს ბოდიალი, ხო? ძალიან. ძალიან კარგი. ქალის სიტყვა განაჩენია? ქალის სიტყვა შეიძლება იყოს განაჩენი კი. და კაცის რატო არ შეიძლება? თქო ქალისთვისაც ხშირ შემთხვევაში. ხო. და კაცის სიტყვა რა? რატო არ შეიძლება იყოს განაჩენი? ვინ თქვა? ხო, ანუ ადამიანის სიტყვაა განაჩენი და არა ქალის. ხო, მაგრამ შენ ქალზე მკითხე. მე ვკითხე. არავინაა უნაკლო. მე არავინ ვარ, ანუ უნაკლო ვარ. შენ უნაკლო ხარ? არა. და შენ რატო ხარ უნაკლო? იმიტომ რომ არავინ ვარ. არავინ? თუ ხარ ეგ უკვე ნაკლია რა? არავინაა უნაკლო. არავინაა უნაკლო. მე არავინ ვარ. რა გქვია? არავინ? კი, არავინ იაკობიძე. არავინ იაკობიძე. სასიამოვნო. კი. მე ვინმე გვარი. ვინმე გვარი. კარგია. ხიდზე გადასვლისას დაბლა იყურები? არავითარ შემთხვევაში. სიმაღლესაც გეშინია? აი სიმაღლის მეც მეშინია. აი ამ ხიდზეც არ მესიამოვნო გადმოსვლა, მაგრამ ვლაპარაკობდით და არ შემიჩნია. არა, ეს დაბალი ხიდია. ხო, მაგრამ იცი? კი, თვითგადარჩენისთვის. აი მეც სულაც არ ვიცი. თვითგადარჩენისთვის. შენ თვითგადარჩენა
გიცდია წყალში. ძალიან ბევრჯერ. ვერ გადარჩი? გადარჩი კაცი. არა, ვერ გადავჭი და არავინ გავხდი. და გადარჩი. მე ვიყავი კახა. მე ვერ გადავჭი და არავინ გავხდი. აი, საიდან მოდის ამბავი, გასაგებია. ქალის სახელს ვერ გათქმევინებ? კი. განგან დადიხარ? ვცდილობ რომ არ ვიარო. რატო? განგან სიარული არის ცოტა. რასთან ასოცირდება შენთან განგან სიარული? რაღაც არასერიოზულ სიარულებს რა. სწერვა ხარ? არა. არა. სწერვა არა. სხვა რაღაცა ვარ. ვაშკაცი გოგო ხარ? ამბობენო კი არ ვიცი. მე მგონი ვარ კი. როცა ხშია შენ არ ხარ? მე მართლა არ ვარ მე. აბსოლუტურად რადიკალურად მეცვლება ხასიათი, თვისებები, მანერები, ჟესტიკულაცია და მიმიკაც. ვაუ, ამ დროს შეგიძლია ჭამო. წაუტერას ბოტანიკო. ხო, სხვათა შორის. რა მაგარი რეკლამა გავაკეთე. წაუტერას ბოტანიკი. ხო, მართლა გადამარჩინა ეხა მაგათმა ყველმა. გვარი რომ შეიმოკლე და გვარი დატოვე, არ ფიქრობ რომ გვარიშვილობას კარგავ? არა. კარგავ. არ ვიცი, არა. 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 ჩემი გვარი ხო ისედაც გვარია. ჩემი გვარიშვილის შვილი ხო ვარ ისედაც და ვიყო გვარი. დაგაბნია ვიცი, მეცავირია ვიცი. შენი გვარი არის გვარიშვილი. კი. შენ დატოვე გვარი. იმიტომ რომ ჯერჯერობით შვილი ვარ. ისედაც ხო? ბატონო? მე ვიცი საიდან მოდიხარ და თუ ვინმეს ააწანი ამერიკაში გააფრენ? ააწანი რა არის? დაარტყი. ხო. აი ისე ჩაგარდა, ვერ შანსი არ მიყვა. კრივზე ხო დადიხარ? კრივზე დავდივარ. მაგრამ ნახე რამდენიმე ვიცი შენზე. კი და ძალიან მე შემოვნა. რატო? ამერიკაში ვერ გავაფრენ, მაგრამ ჩავანოკაუტებ. ამერიკაში გაფრენა. ისე დავამიწებ. დავამიწებ. კარგია, ეგ სიტყვა მომწონს. ძაღლი ადამიანის მეგობარია და კატა? კატა მე კატები ისე უხერხულად მაგრძნობინებენ ხოლმე ჩემს სახლში თავს. მე ვთქვავს კატაც ვთქვავს და ძაღლს. სტუმრად ვგრძნობ თავს ხშირ შემთხვევაში. ამიტომ ისინი ჩემი მეგობრები არ არიან. მე მგონია რომ ჩვენ ვართ კატის ძაღლები. მეც კატისთვის ჩვენ ვართ ძაღლები. ხო, მარტო პრეტენზიები მესმის მართლა. და მოფერება არაზროს არ მოდის ჩემამდე. კი. კი. ხო. მე როგორი კატა ყავს, იცი? თვითონაც არ უყვარს მაინდა-მაინც მოფერება. რომ თავისთვის უნდა იყოს რა. სუსტად თუ უნდა მოფერება, მოვა დაჯდება და ეს ამაყად წარბს აწევს და უნდა მოიფერო ამ დროს. ხო. შენც ეგეთი ყავს? კი. ანუ ყველა კატა მაგრამ საჭმელი თუ არ ყრია, პირდაპირ არის ჩხუბი, სუნდა ეყაროს. ანუ ყველა კატა ერთნაირია. ყველა კატა ერთნაირია. ყველა კაცი? მე მგონია რომ აი რაღაცა ჩარჩო არის რითიც ხელმძღვანელობ, ჩარჩო კი არა და რაღაც სახელმძღვანელოა კაცების რაღაც სტანდარტები რა. კი, გვაქვს ეგ. აზროვნების. მე სახში რაშიც ჩდება არ ჩდებათ რაღაც. ქალებშიც იგივეა უღონთ. ქალებშიც იგივეა. გამომწერის კითხვა. რაც მოგივა დავითა, ყველა შენი თავითა? ვიცი რა, ამაზე ცოტა სერიოზულ პასუხს გაგცემ შეიძლება? რაც მოგივა დავითა, ყველა შენი თავითა ხშირად არა, რაღაც შემთხვევაში შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ შეიძლება შენი სამეგობრო წრე იყოს არასწორი რა. ხო, მაგრამ ამ სამეგობროს ხო შენ არჩევ? შეიძლება ზემოქმედების ქვეშ იყავ მოქცეული. ხო, მაგრამ ეს ხო შენი გადაწყვეტილებებია. შენი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სტარი, მაგრამ ანუ მივიდივართ იქამდე რომ მეგობრები, კაი, რაც კი. არ მაცდეს, ეს კაცი არის დემაგოგი. დემაგოგი რაში არ მეთანხმებით? ყველაფერს. ძალიან. კიდევ გამომწერის კითხვა. აბა? კიდევ ერთი ყვავილი თუ დაგიპუტავს რომ ვუყვარვარ ამოსვლოდა. ამოგსვლოდა.
ანუ უყვარვარ არ უყვარვარ, გახსოვს ეგ თამაში. როგორ არ მახსოვს, ეგ მაგას არ ვაკეთებ ხოლმე. რადგან ყვავილი გეწოდება თუ თამაში არ გიყვარს. სხვა კითხები დამისვე, ანუ. სხვა რა უნდა კითხო ყვავილს. რაღაც აი მაგალითად ვამბობ. მაგალითად, ხო, აი მე მაგალითად ვერ მოვიფიქრება. აი რაღაცა დაწყებით პროცესში რო ვიყავი ამ თეატრალურში რო ვაბარებდი, მიმიღებენ არ მიმიღებენ არ. აი ეგეთი რაღაცებიც მიკეთებია, ძალიან ბევრი რაღაც. პირველი მეზე მიგიღეს? კი. ხოჩერს მაღალი ქულებით. სრულწმენების გჯერა? საშინლად სრულ ყველაფერი გჯერა. სახში მუსტენდა გაღარიბდები, მარილინ დაიბნევ. მაგიდაზე ის არ დადო გასაღები არ დადო ეგეც ჩემო მეგობარმა მომახვია თავს და აღარ ვდებ. კიდე რა ღამე ნაგავი არ უნდა გადაყარო. კი. ყველაფრის გჯერა. ყველაფრის. როგორ ცხოვრობ ასე? მარტივია ნაგავს საერთოდ არ უყურე. გასაგებს შევდივარ ეგრევე ვაგდებ. აუ რთულიც რა არის? აი რაღაცა მაიკა თუ დამიცდია მაგალითად, მაისური თუ დამიცდია რომ სახლიდან გავედი და რაღაცა არასასიამოვნოები მოხდებს, მაგ მაიკას გავაჩუქებ. ხო? და შეიძლება გიждდებოდი ისე მომწონდა ეს მაისური. და კატარო გადაგირბეს წინ შავი კატა? შავი კატა მყავს და სულ წინ დარბეს. ანუ აგაზე არ გაყავს. პირიქით თან ეგ ვიცი საიდან მოდის რა ცხენს გადაურბინა შავმა კატამ და ცხენს შეეშინდა და მაგის მერე მოხდა. ვერ არ ვიცოდი მართლა. ხო. მე ცხენები მიყვარს. მეც ძალიან. მარტოობა დღესასწაულია თუ სევდა? სიტუაციურად. რამდენი ხნის მერე იზრდება მარტოობა სიმარტოვეში? სიმარტოვის განცდასთან ერთად თუ მარტო რჩები, ეგ უკვე სევდიანია, მაგრამ როდესაც მარტო ყოფნა გინდა და მარტო ხარ, მაგარია. გინდა გაგიმეორო. სიმარტოვის განცდა თუ გაქვს ამ წუთას, ოღონდ შინაგანი სიმარტოვის. ხო ხტები, აი ცოტა სევდიანი რო რაღაც ნაღვიანი და კიდე პლუს რომ მარტო ხარ. ეგ უკვე ძალიან სევდიანია, იმიტომ რომ ამძაფრებს შენ სიმარტოვის განცდას. მაგრამ თუ შენ თავთან სიმარტოვის განცდის დროს ბედნიერად გგრძნობ თავს და მარტოობა განიჭებს დიდ სიამოვნებას, რა თქმა უნდა მაგარია. თუ ინსპირაციაა რაღაცებისთვის კიდე პლუს. არა, წინაზეც გავიგო, უბრალოდ მაინტერესდა როგორ გაიმეორებთ. თუ განვაგცეთ ან. ხო, და ძალიან კარგი. ძალიან, აი. ჩაკითხვა მინდოდა და აღარ მაქვს კითხვები. რომელი შეკითხვა გაღიზიანებს? აუ, ძალიან ბევრი. ხანდახან მაგიზიანებს მოხვედი, ამას რომ ეკითხება დედა. ხო, ნუ, ხო. და გაღიზიანებს, მოხვედი, ხო. სულელური კითხვა, მაგრამ ყველა ვიყენებთ მაგას. შენ არ გითქვამს? კარგი. მართლა არ ვკითხულობ მაგას. კიდე მაგიზიანებს, როგორ ხარ, რომ გეკითხებიან და არ აინტერესებთ. ეგ ფორმალობაა ზოგადად. ხო და ვერ ვიტან ამ ფორმალობას რა მაშინ. მაშინ ჩვენ რომ მივესალმეთ ერთმანეთს ამოვჭრი მაგას. არ გაინტერესებდა. მაინტერესებდა, მაგრამ ასე ვიცოდი რომ მის გამცემდი პასუხს კარგად. აი ხო ეს კარგათაც რაღაცნაირი პასუხი. საერთოდ მე კითხვა პასუხი არ მეყვარს. რომელ ფილმში იცხოვრებდი? ან სპექტაკლში? ვიცხოვრებდი? ნუ ახლა სულ არა რა, 1-2 კვირას გაატარებდი. გაისეირნებდი. მულტფილმში. ოკეი. იმეებში, იმასთან კრუცების ოჯახი რო არის, პიროყოფილები რო არიან. მან ვიცხოვრებ. რატო? რავი, ჯერ ისეთი ბუნება, ისეთი სილამაზეა, მე თიანი ტიპშა გავიჩითებოდი. არა, ვერ გაიჩითებოდი, როგორ გაიჩითებოდი? შენ იქნებოდი ისეთი, როგორიც ხარ, უბრალოდ იქ იქნებოდი. იქ რო ვიქნებოდი, კაცო, ხო მომიწევდა რომ ეს ლოდი გადავწიო ამათთან ერთად რაღაცები ვაკეთო, გადავლახო რაღაცა ბარიერები ვარი და დავიკუნთებოდი, თქო, ჩემი ისტორია, რატო შემიცვალე? შენ თელი ცხოვრებით გადაწყვეტი. და მეყოლებოდა ძაღლი ნიანგი. და ეგეთ რაღაცები ძალიან მაგარია. როგორ შეიძლება ძაღლი ნიანგი არსებობდეს? იქ არსებობს. იქ არსებობს ნიანგი, რომელიც არის მოშინაურებული და ძაღლივით არის და უგდებენ რაღაცებს და მირბის ეს და ჩემი ძაღლივით ესე სუნთქავს.
არ მოგეწონა? კი, მაგრამ ძაღლია და ნიანგი. ძაღლნიანგი არის იქ და იქნება სულ. შეგიძლია უყურო. შენც მოგინდება ძაღლნიანგი. ან კატნიანგი. თუ კატა. დუბლი ნამდვილი ემოციის მტერია? კი. რატო? თუ მსახიობი ხარ, მას შეგეძლოს ის ნამდვილი ემოცია დაიჭირო და გაიმეორო. კი, შემიძლია, მაგრამ პირველი მგონია, რომ უტყუარია თუ კარგად ხარ მომზადებული. რაღაცეები არის ახლა ხო, რაც დუბლებში მერე უფრო და უფრო მოდის, მაგრამ ზაფხული უფრო ცხელია თუ ზამთარი უფრო ცივი? ზამთარი მეზიზღება. ანუ ზამთარი უფრო ცივია. ზამთარი საერთოდ რა შედარებებს მაკეთებინე. ზამთარი საშინლად ცივია, მაგრამ ზაფხული ხო, ზაფხული ძალიან ცხელია. ხო და რომელი უფრო ცივია? ზუსტად ესეთ პასუხს იმსახურებ ჩემი აზრით. არ დაო, ორი დღე ვფიქრობდი ამ კითხვაზე. და აბუჩათ აგდე. ზაფხული უფრო ცხელია თუ ზამთარი უფრო ცივი? ზამთარი უფრო ცივია, იმიტომ რომ ზაფხული უფრო ცხელია. აი ამ ეს კონტრასტი გააძლევს აი ამ შეგრძნებებს. გავიგე, მაგრამ შედარებას გაკეთებინებ ადამიანს. მე არ ვადარებ, მე არ შევადარებ. ეს ორი სულ სხვა და სხვა რაღაცაა. ბოდიშის მოხდა დანაშაულის აღიარება? არა. ხშირ შემთხვევაში უბრალოდ კონფლიქტური სიტუაციიდან თავის არიდების ყველაზე ჰუმანური გზა. ხშირ შემთხვევაში? ზოგ შემთხვევაში მაპატია. იშვიათ შემთხვევაში. და ხშირ შემთხვევაშიც. არ გიყვარს უგეძიები ხოლმე? იცი რა, ეჭვის თვალი გაქვს მესამე, რომელიც აი მიყურებს შესაბამისად რომ მეძიები. ძალიან კეთილი ვარ სინამდვილეში. ძალიან არადამაჯერებელი იყო. ეხლა რაც თქვი. ღიმილი არ გშველის. და შეგეწყობა რომ მაგას ისე იშვიათად აკეთებ, რომ გეჭიმება ეს. Sounds pretty good. ბოდიში ძალიან ემოციური იყო ჩემთვის. ჩაგვრელი შიშა რა? კი. ყოველთვის თუ უბრალოდ ბოროტია? შიშებმა გააბოროტა. გადაწყვეტ რომ ბოროტი გახდეს იმისთვის, ანუ ჩაგრავ იმისთვის, რომ შენ არ დაგჩაგრონ რა. დასწრობან ასე თამაშები რა. ხო, ცოტა სერიოზულიც რო ვიყო მეც, მართლა მგონია რომ ჩაგვრელები ყოველთვის ყოფილი ჩაგრულები არიან. აუცილებლად. ხო, და შიშრები ალბათ კი. კარგი. სახში მიშა? არა, კითხვები აღარ მაქვს და ვფიქრობ ეხლა რა კითხვა დაგისვა. ხატვა გიყვარს? კი, სულ ხატავ. და შენც როგორც ჩანს. მე არ ხატავ, მე ვჯღაბნი. მასთან კარგად ხატავ? მე არ მithქვამს რომ კარგად ხატავ? ეგრე მეც ხატავ. ხო. ძალიან მიყვარს. ხო, სულ ხატავ ახლა მან. საერთოდ ვებს ხატავ, შეგიძლია დავანა, ხო? თან რაღაცა. ოცნებობ რომელიმე როლზე? ბოროტ მოქმედის როლი მინდა რომ ვითამაშო. ვინმე ძალიან ბოროტ მოქმედის. იმიტომ რომ ეგ ჩემთვის ნამდვილი გარდასახვა იქნება. ყველა ადამიანშია ბოროტ მოქმედი. მაშინ ცოტა წამოუწევ წინ. ვიკი, სული გარდასახვა არ არსებობს. აუ არა, ალბათ იქნება რა. კი.
კი? ბიპოლარი ხარ? ეგ რას ნიშნავს? აი, უცებ ცვალებადობა რო აქვთ რა ხასიათი? არ არსებობს. მე სულ სტანდარტულად ერთ ხასიათს ვარ. მართლა ხარ? უჟმური. ხო, უჟმური ხარ. მაგრამ ძალიან მიყვარს ადამიანები. მაგრამ ადამიანები ამას ვერ ხვდებიან. ვერ ანახებ, ჩემი აზრით. მოკლედ დავანახ. რა ვიცი, არსებობს გზები. მიმიკაც შეგიძლია შეიცვალო ხოლმე. ხო არ ნან უფრო აქ მოხვედი. არც ერთი წამით შენ? ძალიან მიხარი. არა, მე გულწრფელი რო ვიყო. ძალიან ფიქრობ, რომ ერთ-ერთი კარგი გადაცემა გამოვა ეს გადაცემა. იმიტომ რომ რაღაცნაირი ხასიათი ვარ მეც და შენც. ცნობ და ეს რაღაცა არის. ძირითადად ეს რა თქმა უნდა ჩემი დამსახურება იქნება. მაგრამ არ შემოვალ პოლემიკაში. ხო და მე სპეციალად ვამბებ რაღაცებს რომ ვიკამათოთ. კამათი მე არის. ხვდები, მე ამას თავიდანვე მივხვდი და ამიტომ მე შენ კოჩს არ გაგიგორებ. ბეთჰოვენს რო WhatsApp-ი ქონოდა პირველს ვის მიწერდა? აუ, ბეთჰოვენს WhatsApp-ი რო ქონოდა? მესიჯს რომ მიწერდნენ? არ ვიცი, ვის მიწერდა, ალბათ გეი. თუ არ იყო. გეი. არ ვიცი, გოგო რა რაღაცა იგრე. სადღაც მაგ წაკითხული და ეხა უნდა მეთქვა, მაგრამ შეიძლება შრო ინფორმაციაა და ამიტომ არ ვიღებ boyfriend-ს. არ ვიცი, ბეთჰოვენ ვაპატიე, არ ვიცით. კარგი. მიწერდა ალბათ ანუ წარმოედგინე რომ ყველა ცოცხალია და ხმის ჩამწერ სტუდიას. პროდიუსერს. პროდიუსერს ჩამწერ სტუდიას თუ პროდიუსერს? პროდიუსერს. ყავდა პროდიუსერი ბეთჰოვენს. ტელეფონი თუ ექნებოდა, ეყოლებოდა. შეიძლება. შენი კითხვიდან გამომდინარე გინდა რომ პასუხი გაგცე და მე რო განვარცო, მანდ უკვე თანახმა არ ხარ. მონოპოლია გაქაკა. რა განავცე? პირიქით მე მგონია რომ შენ მოკლე პასუხებს წემ და მე ვცდილობ რომ განვავცო. შენ არაფერს არ ცდილობ. ტელევიზორს უყურებ? იშვიათად. YouTube-ი შენი გადაწყვეტილება იყო თუ შენი მეგობრების ან მეგობრის? ჩემი გადაწყვეტილება იყო. მოგწონს რჩები? რჩები. კარგია. მოკლედ რა ვიცი, იცით რა არის? მე მგონი დავამთავროთ, ხო? რა ვიცი, თუ გინდა დავამთავროთ. არა, მითხარი რომ მეჩქარებაო და. არა, არ გეტყვი. კარგი, გავაგზავნე. შენ გინდა რომ გავაგზავნე. დავამთავროთ. ეს კითხვა არ მინდა ეს შუბაში ოჯახი ცოტა ჰარალ. ეს ხო, რა საკეთებ? თან ყველა გადახაზული გაქვს. კაი წავა. არა, ერთი წამი რა შენ. აბა რამდენს ფურცლავ რა. ბევრი კითხვა მაქვს, უბრალოდ ზოგი არ შეესაბამება ახლა ამ სიტუაციას. ყვავი რო დაგჭყავის თავზე გეშინია? არა, ყვავები ყოველთვის იქ არიან, სადაც მე ვარ. ანუ? არ ვიცი, მართლა ეგრეა, არ ვიტყოვები. სადაც მე ვარ, ყოველთვის მოდის ყვავი. მელანი მაგ ცხვირზე ხო არ წავს? არა, არ გისვია. იქ რატო იყო სარკე მგონი? მე რომ ენდო არ შეიძლება. ისე სარკე სინამდვილეს გვანახებს, რო იხედები? მე ვიცი რომ 5%-ით უფრო ლამაზი გეჩვენება თავი, ვიდრე რეალობაში ხარ. მართლა? კი. რა ვიცი. იცოდე რომ 5%-ით მინუს გამოიყურები, ყოველთვის იცოდე. რამდენი პროცენტიც არ უნდა დამაკლოთ, ჩემ ცხვირს ვერაფერი ვერ უშველის. არ გაგწოდი ცხვირი. არ მქონდა. სანამ სკოლაში არ მივსდევდი ჩემს მეგობარს და ამ დროს მასწავლებელმა კარები არ გამოაღა და შევასყდი.
ესეთი ტანგი. ანუ რაც თავი გახსოვს, ცუდი ცხვირი გაქვს შენი აზრით. თორე ესე არ გაქვს ცუდი. კი, აი პროფილში კარგია. თუ რომელი პროფილი გაქვს? ორივე პროფილი გაქვს აწეული და წინიდან გაქვს გაღუნული ცოტა. ხა, ძალიან კარგი. დიდი მადლობა. მე მოვჩი. აკა. შეგიძლიათ წახვიდე. აბსოლუტურად. ბედნიერი ვარ. ძალიან კარგი იყო შენთან საუბარი. და ვისურვებდი ბევრ შენაირ სტუმარს. იმიტომ რომ ძალიან გავერთე. მართლა. დედას გეფიცები. მართლა. არ გჯერა? მართლა, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. Dandy mode. Aritsio magari. მართლა. გოდიში. ძალიან მისიანი.